შევეგარი. უბრალოდ მაინტერესებს, საიდან მოხვდი ამ ამბავში, ზინოვკინას ამბავში, უკრაინელების ამბავში და ასე შემდეგ. დეკემბერი იყო, მე და მირეკა ჩამა მეგობარმა და მითხრა, რომ ანასტასია ზინოვკინა დააპატიმრეს, ეს გოგო გაიცნო რუსთაველზე. და აი ესე გავიგე, იმიტომ რომ მაშინ საჯაროდ არ იყო, ყავდა კომერციული ადვოკატები, რომელიც მალავდნენ ამ ფაქტს, არასაჯაროვებდნენ ზინოვკინას და გრიბულის ამბავს. მას მერე დავიწყე ზინოვკინასთან და გრიბულთან სასამართლოებზე სიარული. პროკურატურას იმის ცოდნაც კი გამოცდილებაც და პროფესიონალიზმიც კი არ გააჩნდა, რომ ისე შეეკერათ, რომ ცოტა სინამდვილეს გავდეს რა, არც ეცადნენ, რომ აი ყოველ შემთხვევაში ესე დეტირულად მაინც რომ ჩანდეს, რომ რეალური ამბებია, რეალური ნარკოდანაშაულია, არც უცდია. ფართხით ესე ჩაუდეს და იგივე ტიპები. მე ვარ ანასტასია ზინოვკინა, 31 წლის რუსი, ქართველი პოლიტპატიმარი. ალბათ ეს ჩემი ბედი იყო, გარდაუვალი ამბავი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდი არა რუსეთში, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში, არამედ აქ, საქართველოში, როდესაც განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი და ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი გავხდი. მე და ჩემი მეგობარი არტომი საქართველოში სომხეთიდან 2024 წლის ოქტომბერში ჩამოვედით. გვინდოდა მშვენიერ ქვეყანაში დასვენება, სანამ სამხრეთ ამერიკაში გამემგზავრებოდით. ბრაზილიის ბილეთები უკვე ნაყიდი გქონდა და შემდეგ არგენტინისკენ გვეჭირა გეზი. საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ სიახლეები რუსულ ენაზე ნაკლებად გადმოიცემოდა. სახლიდანაც თითქმის არ გამოვდიოდით და ნაკლებად ვიცოდით იმის შესახებ, რაც გარეთ ხდებოდა. მაგრამ ერთხელ ტაქსით მგზავრობისას მძღოლმა მითხრა, რომ აქციის გამო გზა გადაკეტილია. მაშინ რეალობა შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. გადმოვედი მანქანიდან და რაღაც კაფეში შევედი. აქციასთან ახლოს საშინელი ქაოსი იყო. ჯერ ვერც მივხვდი რა ხდებოდა, როდესაც უცნაური კადრი დავინახე. ვიწრო ქუჩა, გაზის ბოლმა შეავსო, საიდანაც ნიღბებს ამოფარებული ახალგაზრდები გამრბოდნენ. მერე თითქოს აფექტში ჩავარდნილი ჩაფხუტიანი პოლიციელი გამოვარდა კვამლიდან და კაფის ვიტრინაზე უაზროდ დაიწყო ბრახონი. შემზარავი სანახაობა იყო. ამ დროს დავინახე გოგონა, რომელსაც სახი გაწითლებოდა და თითქოს წყლულებით ჰქონდა დაფარული. ძლივს სუნთქავდა. პირველი რაც აზრად მომივიდა, ჩემი ალერგიის საწინააღმდეგო აბი დავალევინე. ბარისტას ფული მივეცი და აფთიაქში წასვლა ვთხოვე. გოგონას სახე შევუფუთეთ სველი ნაჭრებით, ისე როგორც ხანძრის დროს. არ ვიცი რა დრო გავიდა. წუთები საათებად მეჩვენებოდა, სანამ ბარისტა დავრუნდა წამლებით და ფიზიოლოგიური ხსნარით. იმ საღამოს არტომს ვერაფერი მოვუყევი და მხოლოდ საქართველოდან გამგზავრება ვთხოვე. თუმცა არ წავედით და დავიწყეთ აქციებზე სიარული. საღამოობით პარლამენტთან ვარიგებდით დოლბანდებს, ნიღბებს, ხელსახოცებს. ყიდულობდით ჩაის, ჭიქებს, წყალს, ორცხობილებს. ამავდროულად სირცხვილის გრძნობა მახრჩობდა იმ ჩემი თანამოქალაქეების გამო, რომლებიც ამ ქვეყანამ მიიღო და თან სრულ იგნორირებას უწევდნენ იმ უბედურებას, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. არ ვიცი რას გრძნობდა არტომი, რომელიც ძალიან კეთილია და მუდამ მზადყოფნაშია დაეხმაროს სხვას. ჩემთვის მისი პოზიტივი ფარავდა მიმდინარე მოვლენების ტრაგიზმს. არც არტომს შეეძლო მშვიდად სახლში ჯდომა. თვითონ თხოვდა პარლამენტთან გასვლას და ამბობდა: ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, რაც იქნება, იქნება.
დარღვევების რიგი, რომელიც ჩვენი დაკავების დროს დაუშვეს. მოგვიტაცეს, არ იყო ჩართული კამერები. ჩხრეკდნენ გამომძიებლების მოსვლამდე. მჩხრეკდნენ კაცები, მემუქრებოდნენ, მათ შორის მკვლელობით, სექსუალურად მავიწროვებდნენ. პირი, რომელიც მაკავებდა ხელს, იდებდა სასქესო ორგანოზე და მეუბნებოდა, თუ გავინძრეოდი, სხეული სამნაწილით დამშვიდა. თუ კი ოდნავ მოძრაობდი, ცოფდებოდნენ, რადგან ხელს ვუშლიდი ნარკოტიკის ჩადებაში. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! კამერაში ორ კვირაში ერთხელ მეზობლებს მიცვლიან. ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. საინტერესოა, ასე აპირებენ გაგრძელებას? მაგრამ მეორე მხრივ ეს საინტერესოცაა. ახალი ურთიერთობები, ახალი ხალხი. ცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო. და ეს მეხმარება. ყველაფრის მიუხედავად ცდილობ ვიყო ყოჩაღად. და ვლოცულობ იმ ხალხისთვის, ვინც გარეთაა. გონიათ ვხუმრობ? არა. ერთხელ ჩემი კამერის მეზობლებმა საეკლესიო სანთლები იყიდეს და პროტესტში მყოფი ხალხისთვის ილოცეს, რომ მეტი არავინ დააკავონ, სცემონ და მოიტაცონ ისე, როგორც მე. თავისუფლება არტემ გრიბულს! თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას! ძალიან მინდა ქართული კარგად ვისწავლო და წერილები მივწერო სხვა პოლიტპატიმრებს. ჩემი გული, ჩემი ტკივილი, ჩემი სული უკვე აქ არის. აწი ჩემი ცხოვრება ჭიდროდაა გადაჯაჭვული საქართველოსთან. მე და არტომი ახლა მსოფლიოს სხვა კონტინენტზე უნდა ყოფილიყავით, თუმცა მათ ჩვენ მიგვიჩინეს ყველაზე საპატიო ადგილი. სხვა ნამდვილი პატრიოტების პოლიტიკური ტყვეების გვერდით. ყველაზე მტკივნეულია არტომის გარეშე ყოფნა. მინდა ვხედავდე, მესმოდეს. სასამართლოში ვხვდებით ერთმანეთს და მშვიდდები, რომ ცოცხალია, არაფერის ტკივა. იმედი მაქვს, მე და არტომი გამოვნახავთ გზას და დაგორწინდებით. შემდეგ შევძლებთ ერთმანეთს წერილები, შევზღუდავად წეროთ და ტელეფონზეც ვილაპარაკოთ. სასამართლოსკენ, როდესაც მივყავარ, სვავენ მჭიდრო, უფანჯრო მიკროავტობუსში. სადაც სივრცე იმდენად პატარაა, რომ მიჯრით ზიხარ მანქანის კედელთან. მოსახვევებში ხელებით ეჭიდები საკუთარ მუხლებს. თუმცა თუ მოახერხებ და ძალიან ახლოს მიიწევი პატარა ფანჯარა გალიისკენ, შეგძლება მოვსმინო მუსიკას, რომელსაც ხანდახან რთავს მძღოლი და დაინახო გარე სამყაროს პატარა ნაგლიჯი. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება იმდენად დახუნცლულია, რომ 100 სიცოცხლეს ეყოფოდა და მეშინია სამუდამოდ არ დაიკარგო სიჩუმეში. ამიტომ ამ სიჩუმის დასამარცხებლად ვისწავლე ქართული სიმღერის სამშობლო დედაო ჩვენო სიტყვები, რომელსაც ხშირად ვღიღინებ.